ჩემინება რომ იყოს მხოლოდ შუახევის ხედებს გადავიღებდით. ნახეთ როგორი ლამაზი ბუნება, ულამაზესი მთებია. აი არ ვიცი. შეგიძლია ჩაისუნთქოთ ეს ჰაერი და იგრძნოთ როგორ იშლება თქვენი ფილტვები. ამ ჰაერს ჭამ და სვამ და ჭამის მადა გეკარგება. გინდა მხოლოდ ამ ჰაერით ისუნთქო. ულამაზესი ბუნება, მაგრამ საქმეა და ამიტომ ჩვენ მოვედით შოთა რუსთაველის ქუჩა ნომერი 12 თონე, სადაც ცხება შოთის პურები. აი ამ უბრალო კარის უკან ცხება ის ჯადოსნური პური, შოთის პური, რომელიც ღირს ლარ ნახევარი. აი იცით რა მომეწონა რომ ნახეთ როგორ არის სარკმელი გაკეთებული, აი ესე იხსნება რომ არ შემოვიდეს არანაირი მწერი ბუზი არ შემოფრინდეს და ამ სარკმელთან პატარა სუფთა მაგიდა, სადაც მოგაწოდებენ შოთის პურს. სურნელი დგას ისეთი რომ აი სულ რო არ გშიოდეს მოგინდება. ქართული პური მართლაც სასწაულია, ეს არის ჩვენი კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკომ უნდა ჩასვეს როგორც ერთ-ერთი უნიკალური გამონაგონი კაცობრიობის და აი ეს ახალგაზრდა კაცი ეხლა შრომობს, აცხობს და თქვენ უკვე მადონა გაჩვენებთ იქ რა ხდება შიგნით და როგორ ცხება ჩვენი ჯადოსნური ქართული შოთის პური. აქ არის პატარა გემრიელი ქართული პურის საცხობი, ხო? ტრადიციული პურის საცხობი. და თქვენ ახართ რა თქმა უნდა მცხობელი. ჯერ შემოგვიშვით, იმიტომ რომ გარეთ სიცივეა და ცოტას გავთფებით. მე ისეთი მაგარი სუნია, რომ სუნითაც დავნაყრდებით. ანდრი, ეს თქვენი ობიექტია? თქვენ მუშაობთ, ხო? ნახეთ, მფლობელი აქ არ არის, ხო ახლო მახლოს? არა. ნახეთ, ეს მოდით მაშინ მე თქვენ დაგაბარებთ და თქვენ გადაეცით, ხო? აი ასეთი კედლები იყოს ყვების ობიექტზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ მოწესრიგებული ხართ, რაც თქვენ გევალებათ ხართ მოწესრიგებული, თავზე გახურავთ. თქვენთან მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მფლობელთან პრეტენზიები მაქვს. ეს უნდა იყოს მოწესრიგებული. ასეთი კედლები არ უნდა არსებობდეს. ეს რა უბედურება, ეს რა? ეგ არის თონეს საწმენდი. თონის საწმენდია. მარილიანი წყალი და ეს არის პურის დამწვავები და მაგრამ ძალიან ცუდად კი გამოიყურება სიმართლე რო გითხრათ, საშინელი ვიზუალია. ესეც არ შეიძლება, ესეთი კედლები, ესეთი ცვენა მიმდინარეობდეს. სტელაჟზია პურის ფქვილი კარგია. კედლები ობისოკო პურს არ ედება, ნუ ეს კიდე არა უშავს. კარგია რომ, იმიტომ რომ პურის ფქვილიც დაბინძურდება. აუცილებლად ობიექტი უნდა მოწესრიგდეს, ასე არ შეიძლება. უცხო ნივთები არ უნდა იყოს, ჭერიც უნდა იყოს მოწესრიგებული და გასუფთავებული. აი ეს კედელი ხო საერთოდ დანაშაულია და პირდაპირ ცვენა მიმდინარეობს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ მოწესრიგებულია ჭერი, აქ არაფერი არ ცვივა, კედლებიც გასუფთავებულია, მაგრამ ორივე ადგილი ეკუთვნის საცხობს და ამიტომ იქაც უნდა მოწესრიგდეს. ხო გადაცემთ? აუცილებლად. შუახევში ვართ, დაილოცა ქართული პური, უგემრიელესი სუნია და მიყვარს ზემო აჭარი.